არა, მანქანა გისაუბრება ხალხო. ეს ყოფილა უკომფორტულესი რაღაცა, ხედავ ყველაფერს. ცოტა ჯერ დამუღამება უნდა ზოლიდან ზოლში შეცვლთან საჭეა რაღაცა ისეთი უცნაური ფორმის, მაგრამ მიუხედავად ამისა, რომ საჭე არის უცნაური ფორმის, მანქანა მოყვება. და შესაბამისად იმაზე ფიქრის დრო არ გაქვს, რომ აი საჭე რაღაცა რასაც ვართ რა, მიჩვეულები და აქედან გამომდინარე, აი თავიდან პირველი 30 წამი რო დაჯდები ეს რა უცნაურობაო და მერე ჩვეულებრივად მართავ საჭეს. მე არ მეგონა, თავიდან მეშინო და ვიფიქრე, როგორც კი დავშტები, გადმოვარდები მეთქი მანქანა, იმიტომ რომ და რაც ყველაზე მთავარი მანქანა არის შეკრული და რატოა ეს ის, ხო, ნუ ჯერ ფუნქციურია და რაღაცეებია დასამუღამებელი. ან იმდენი ფუნქცია აქვს, რომ აი უცებ რო ეფლის მომხმარებელი რო ხარ რა და აი Android-ზე რო გადახვალ და საერთოდ ვერაფერს ვერ ხვდები, ზუსტად ეგეთი ამბავია ეს მანქანა. მაგრამ აი მეგობრებო, ბევრს გონია, რომ მხოლოდ და მხოლოდ Tesla-ს აქვს ფუნქცია, რომელიც არის, მე ვფიქრობ, ეს არის, მე არ ვიცი რამდენად სწორად ვამბობ, მაგრამ მგონია, რომ სითბურ კამერასთან გვაქვს საქმე, როდესაც ყველანაირ ობიექტს, ყველა შუქნიშანს აფიქსირებს ავტომობილი. ამ გადმოსახედიდან ყველას გონია, რომ მხოლოდ და მხოლოდ ეს ფუნქცია აქვს Tesla-ს ავტომობილს და ნუ რას უკაცრავად. ამ ავტომობილს აქვს ეგ ყველაფერი და ახლა როგორ ჩავპარკინგდე. უკანიდან ჩავპარკინგდე.